ვერ გძნობთ რა ხდება ქვეყანაში, არ არსებობს ხელისუფლება, არ არსებობს პარლამენტი, თავს მოხვეული ერის გადაგვარებისაკენ. სისხლის ბოლო წლამდე ვიბრძოლებთ ამ მსგავსობას. ამ სისაძაგლეს არ დაუშვებს ქართველები. ავადმყოფი ხარ, პათოლოგი ხარ, შეფუთე შენი ავადმყოფობა სახლში, კარადაში, საწოლში, თავში გვაიხალე რაც გინდაკები. ჩვენ ერს არ გადავაგვარებინებთ ამ გარეწრებს. არამს მსგავსი არ მოხდება. ერეკლე მეფე სასტიკად უსწორდებოდა ასეთი ორიენტაციის ადამიანებს და მე როგორც სამომავალი მისი ვაპირებ სისხლის ბოლო წლამდე ბრძოლას და როგორც პედაგოგი, მშობლიური ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი არამს ჩემი სიცოცხლის მიტანა რომ იყოს საჭირო, მე ამას გავაკეთებ. არანაირად განსხვავებული, გადაგვარებული, დამახინჯებული ორიენტაციის ხალხი ჩვენი თაობა ისედაც გზას სდება, ჩვენ გძნობთ ამას ამერიკისა და ევროპის გავლენით. არ დაუშვებთ, ვიბრძოლებთ ბოლომდე იცოდეთ. ის აქცია იგეგმება, რომ ჩვენ დღეს არ გვაქვს უფლება ვიდგათ დედაენის ძეგლის ძირში, მაშინ როდესაც ეს გარეწრები ესები, ეს არა ადამიანები და არა კაცები აქციას ატარებენ იქ. ვინ უნდა იყოს შეკრებილი? არა ზნეობრივი ორიენტაციის ნაძირალები, გარეწრები. არ დაუშვებთ ამას იცოდეთ. ცოცხალი თავით არა, ბატონ ბიძინას მივეთავთ ივანიშვილს. პარლამენტარებს არავით არის. გაწარებულები ვართ, ამოვიდა ყელში. ჩვენ გვეგონა შეიძლებოდა. რაღაცა შეიძლებოდა, მაგრამ არა. ჩვენ დღეს აქ არ უნდა გვჭირდებოდეს ზომა. როდესაც ყავს ხელისუფლება, როდესაც ყავს პარლამენტი, ჩვენი მოყვანილი, ჩვენი დასმული, 10,000-ობით ხელფასიან სკამებზე. როდესაც რა აქცია? რა საკითხია? არ დავაკანონებთ ამას. არა. რატომ არ გრანტი აქვს მისაღები ევროპიდან წამოსული და მე არიხებენ მოკერია და მომაძახლები მისი. სამოქალაქო სექტორია შეკრებილი დაბლა, ეს არა ის რაღაც LGBT აქცია. სამოქალაქო საზოგადოება, რომელსაც არ ქვია საზოგადოება, თქვენ გეშლებათ. სამოქალაქო საზოგადოება დგას აქ. ჩვენს გარშემო. აი ჩვენ ვართ სამოქალაქო საზოგადოება. ისინი არიან გარეწრები. არანაირი უფლება ამისი პროპაგანდის, ამის აგიტაციის უფლება არ აქვს. არამც სკანდირება არა ძალადობას. რომელი ძალადობა? მამაებმა რომ ჩაიდინათ ის ძალადობა? ერთი მამაო დაჯდება ციხეში, ერთი ქართველი არ დარჩება სახლში. ხუთზე კაცი გამოვართ. ვიბრძოლებთ სისხლის ბოლო წლამდე. დავიხალეთ უკვე ჩვენ. ნატო პავლელიშვილი.